ზოგი რო ესეთია, ზოგი ესეთია. და რასაკითხზე ვართ მოსული. კი ბატონო. ეს სახე რო ავაშენე პირველ რიგში რაც გავაკეთე იყო ფარდები და მეორე იყო გავაკეთე კანალიზაციის ჭების სტანდარტული როგორც ყველა აკეთებს როგორც მირჩიეს, მაგრამ თან მაქსიმალურად დავაშორე სახლს, მაგრამ მაინც რომ მითხეს რომ სუნი ექნება და რაღაც აი სულ მაწუხებდა ეს და Facebook-ს ვსკროლავდი, მომიგდო Blue Waters-ი, რო ვეძებდი რამდენიმე ტიპის დანადგარი ვნახე რა. სიმართლე რო გითხრა, ეჭვი მქონდა, ზოგი გრძელია რა რაღაცები რაც ვნახე რა. ეჭვი მქონდა რომ რახან ეს ვერტიკალურია, ზუსტად ესევე თქვენი დანადგარი ჩაიტევდა, იმიტომ რომ თქვენი რო ვნახე ესეთია. ზოგი რო ესეთია, ზოგი ესეთია. კი ბატონო. ზუსტად, ვერტიკალური ტიპის დანადგარი თქვენ რომელიც შეარჩიეთ, პრემიუმ ტიპის დანადგარი. ეს ქვაბული თავისუფლად საკმარისია და გამოგვადგება. რომც არ იყოს მოგითხარათ ჩაგესვათ. ხო, ტრაქტორი ავატორი თავისთავად მაგას მოამზადებდა. რომც არ ყოფილიყო არც ეგარ არის პრობლემა, მაგრამ გვაქვს და გამოვიყენოთ შესაბამისად გამოსადეგია. ძალიან კარგი. გადავიდეთ ტექნიკურ დეტალებზე, ჩავატაროთ აზომა და შესაბამისად აზომის მიხედვით უკვე დავიგეგმოთ ჩვენი მონტაჟიც რა. ხო, ერთი გამომავალი მილი აგერ გვიჩნევს. ორი გამომავალი მილია, ერთი ეს და მეორე წამოგაჩვენებ გაზის მილი, წყლის მილი, ცენტრალური დენის მილი და ორი სათადარიგო გოფრე, რომელშიც ოპტიკაა, მინდა შემოვიყვანო და ჭიშკარზე მინდა გავიყვანო დენი. ჩვენ შეგვიძლია ჭიშკარიდანაც ავიღოთ დენი. და თქვათ ის ელექტროწერტილი ვიხმაროთ. იმიტომ რომ ჩვენ დანადგარს 24 საათის განმავლობაში სჭირდება ელექტროენერგიის მიწოდები. მაგრამ დენის ქრობაზეც არც ეგარაა პრობლემა, თქვათ. თუ თქვათ ერთი დღით დენი ჩაქრა არაა პრობლემა. მოკლედ ერთი გამომავალი ეს გვაქვს, მეორე გამომავალი ის მილი გვაქვს. ეხლა გადავიდეთ წინ. შვენიერია, კარგია, საკმარისია გამოვა ყველაფერი. ესაა ჩვენი ინვოისის წლიანი ჯამური ღირებულება. შეგვიძლია თქვათ რაღაც ნაწილი სამუშაოების თქვენ აიღოთ თქვენ თავზე. სამუშაოების თუ მასალის მოწოდება? მასალის. კი ბატონო. თავისთავად სამუშაოებისა. შეიძლება თქვათ მილი დანადგარამდე თქვენ უზრუნველყოთ და მოიყვანოთ. მოდი მილი დანადგარამდე თქვენ მოიყვანეთ და მილს მე მოვიტან. კი ბატონო. მასე შეგვიძლია. შესაბამისად ინვოისის თანხად ჩენცირდება და აგერ თუ მაქს მასალის ღირებულებას თქვენ აიღებთ თქვენ თავზე. გამოვა ეს მეორე ვარიანტი. ხო ეს მეორე ვარიანტი მაწყობს. კარგი, შევთანხმდით.